ლია, ძალიან დიდი მადლობა. მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც უამრავი გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღება, საზოგადოების მზადყოფნის გათვალისწინების გარეშე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ვილაპარაკოთ, რატომ გადაწყდა, რომ ამერიკის ხმის დაფინანსება ამ წუთისთვის არ არის პრიორიტეტი ამერიკის მთავრობისთვის, რა მიზეზები უძღოდა ამ უდიდესი ისტორიის და ზეგავლენის მქონე პლატფორმის არაერთი მედიის გაერთიანების გაჩერებას და საინტერესოა ამ გადაწყვეტილების უკან საზოგადოება რას ხედავს. შენ როგორც ამერიკის ხმის ძალიან ბევრწლიანი თანამშრომელი, რომელიც ამ წუთას აუდიტორიამაც რომ იცოდეს, არ წარმოადგენ ამერიკის ხმას, შესაბამისად კიდევ უფრო საინტერესო არის ვიცოდეთ გვერდიდან დანახული რეალობა. გამარჯობა, ნინა, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. 15 წელი მუშაობდი ამერიკის ხმაში, ბოლოს ვიყავი ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მმართველი რედაქტორი და შარშან სანამ ამერიკის არჩევნებამდეც კი წამოვედი, ახლა სხვა მედია ორგანიზაციაში მუშაობ. საკმაოდ ესეთი ემოციური და მოულოდნელი იყო მართალი გითხრათ ის გადაწყვეტილება, რაც ვნახეთ. ასე მხოლოდ ამერიკის ხმასთან დაკავშირებით არ დგას საკითხი, ეს ალბათ უნდა განმარტოთ. ამერიკის ხმა არის ნაწილი ორგანიზაციისა, რომელსაც ჰქვია ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო. ეს არის ფედერალური სააგენტო, რომელიც მართავს 5 ამერიკის ხმის მსგავს ორგანიზაციას, მედია ორგანიზაციას, მათ შორის არის ასევე რადიო თავისუფლებაც. საუბარია სწორედ ამ დედა ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტაზე. მოგეხსენებათ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ძალიან აქტიურად ცდილობს ფედერალური მთავრობის დანახარჯების შემცირებას და სავარაუდოდ შეერთებული შტატების ბიუჯეტის დაბალანსებას, რაც სხვა სასაუბრო თემაა კიდევ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ამერიკის ხმა რადიო თავისუფლება და ეს სხვა საინფორმაციო საშუალებებით მედია ორგანიზაციები იმდენად იაფი უჯდება საბოლოო ჯამში ფედერალურ მთავრობას იმ მიზანთან შედარებით, რა მიზნებსაც ეს ორგანიზაციები აღწევდა, რომ ფიქრობდა, რაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაღაცა ფორმით შენარჩუნდეს ეს ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში არ დაიხუროს. კარგი, აი ამ პასუხს მინდა რამდენიმე კუთხით დავუბრუნდეთ. ერთი, პირველ რიგში მინდა დავაზუსტო ნამდვილ დროსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნე, ეს სააგენტო ამერიკის ხმასთან და რადიო თავისუფლებასთან ერთად კიდევ სხვა მედია პლატფორმებს აერთიანებდა, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით დაფინანსების დროებით შეჩერება, მოდი ასე დავარქვათ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის დროებითი შეჩერება, დროებითი შეჩერება შეეხო ნამდვილ დროსაც, ასეა? შეეხო და სამწუხაროდ კი და შეეხო იმის გამო, რომ current time-ის წარმოება ხდება სწორედ აი USAGM-ის, ასე ვთქვათ, კურირებით. ჩვენი აუდიტორიისთვის მინდა მოკლედ განმარტო, საუბრობთ current time TV-ზე, ანუ ქართულად ესე ითარგმნება ჩვენ საინფორმაციო სივრცეში ნამდვილი დრო, რომელიც ია გამისწორებს თუ მეშლება განმარტების პროცესში, მაგრამ რომელიც შექმნილი იყო ერთგვარად რუსულენოვანი აუდიტორიის დემოკრატიული ინფორმაციით, მიუკერძოებელი ინფორმაციით აღჭურვის მიზნით, იმიტომ რომ ამ პლატფორმაზე ნახავდა აუდიტორია როგორც დოკუმენტურ ფილმებს, მაგალითად ნამდვილი რუსეთი, როგორი არის სმატრივობა და ასე შემდეგ იყო არაერთი ისეთი კონტენტი, რომელიც რუსულ ენაზე, რუსულ რეალობაში ძალიან იშვიათად არის ხელმისაწვდომი. და როდესაც ასეთი ტიპის შინაარსი ქრება, შეიძლება ვთქვათ თუ არა, რომ როგორც გავრცელდა შემდგომ პასუხად საზოგადოებაში, მსგავსი გადაწყვეტილებები სწორედ რომ რუსეთის მსგავსი რეჟიმების სასარგებლოდ გამოიყენება, რა თქმა უნდა. ყველაფერში გეთანხმები, არაფერი გასასწორებელი არ გითქვამს. სამწუხაროა ის, რომ როგორც კი გაჟღერდა ეს გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო გადახედვის მიზნით შეჩერებულიყო
ფინანსება ამერიკის ხმის რადიო თავისუფლების, რადიო აზიის, ასევე რადიო კუბის და ასე შემდეგ. დაფინანსება როგორც პეკინიდან, ასევე მოსკოვიდან წამოვიდა სიხარულის ძალიან დიდი ტალღა, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ისეთი რეჟიმები, როგორიც არის, თქვათ, რუსეთი, როგორიც არის ჩინეთი, რა თქმა უნდა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ასევე ახლო აღმოსავლეთის არაერთი ქვეყანა ისინი ფიქრობდნენ და მათ ესეთი სამართლიანადაც ფიქრობდნენ იმას, რომ ამერიკის ხმა რადიო თავისუფლება ეს უწყებები მათ მოსახლეობას აძლევდა ინფორმაციას, რომელზეც წვდომაც არ უნდათ ამ მთავრობებს რომ კონდეს მათ მოსახლეობას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა გახარებოდა ვინმეს პეკინში მაგალითად ამერიკის ხმა იფუნქციონირებდა თუ არა, მაგრამ გაუხარდათ იმის გამო სწორედ რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეერთებული შტატებიდან ყველანაირი ჩარევის ადგილობრივი რაღაცა სარედაქციო პოლიტიკების გათვალისწინების გარეშე ადამიანებს აძლევდა ინფორმაციას. კი, ძალიან დიდი მადლობა სარედაქციო პოლიტიკა ახსენე არაერთგზის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და საკითხი საზოგადოებაში. როგორი სარედაქციო პოლიტიკით მუშაობდა ამერიკის ხმის და ზოგადად ამ მედია პლატფორმების გაერთიანების სააგენტო, მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ახსენე კიდეც რომ ჩარევა როგორც ესეთი ადგილზე მომზადებულ შინაარსში არ გქონიათ. თუმცა აუდიტორიამაც რო იცოდეს, იმიტომ რომ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მას შემდგომ, რაც მასკმაც და თავის პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გავლენა ერთგვარად ამერიკის ხმის კონტენტის თითქმის არ არსებობს და მათ შორის შეიძლება ითარგმნოს როგორც მტრულად მომართული შინაარსი ამერიკის წინააღმდეგ, რატომ უნდა დაფინანსდეს ამდენი მილიონით, როდესაც ის ამერიკის პოპულარიზაციას თითქოს და ერთგვარად არ ეწევა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს არის ინტერპრეტაცია მისი სიტყვების. აქვე, როდესაც იყო ლაპარაკი შესაძლო მიზეზებზე, თითქოს და მოიყვანეს არაერთგზის მაგალითი, რომ ტრამპს შეუნიშნავს ის კომენტარები და ის შინაარსი, რომელიც ბაიდენის მმართველობის პერიოდში ამერიკის ხმის ავტორების მხრიდან გამოთქმულა მის მიმართ, კრიტიკული შინაარსი. ანუ, რამდენად გახდა ის სარედაქციო პოლიტიკა, რაც ჰქონდა და აქვს ამერიკის ხმას მისი დაფინანსების შეჩერების მიზეზი, რამდენად გახდა კრიტიკული შინაარსი ტრამპის მიმართ, თუნდაც ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. ტრამპის გადაწყვეტილების მიზეზი და 2020 წლამდე, როდესაც ტრამპი თვითონ იყო პრეზიდენტი, მაშინ შენც მუშაობდი ამერიკის ხმაში, მაშინ იგრძნობა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან კრიტიკული ან კონტროლის გავრცელების სურვილები ამერიკის ხმაზე. ძალიან კომპლექსური შეკითხვაა, მე მკითხა. პრეზიდენტმა ტრამპმა პირველი ვადის დროს ამერიკის ხმის დირექტორად, უпростоრად თვითონ სააგენტოს მმართველად, არა ამერიკის ხმის, არამედ მთლიანად ამ მედია დიდი მშობელი ორგანიზაციის მმართველად დანიშნა ადამიანი, რომელიც იყო მასთან ძალიან ახლოს, თქვათ, იქნებოდა ფილოსოფიურად, პოლიტიკურად დაახლოებული რეჟისორი. რომელიც დაინიშნა საკმაოდ მოგვიანებით, მაშინვე არ დანიშნულა, როცა ტრამპი აირჩიეს პირველი ვადით, დაინიშნა მისი მმართველობის ბოლო წელს. ამერიკის ხმას კონგრესის მიერ დადგენილენ კანონი ავალდებულებს, რომ ჰქონდეს რაღაცა უსაფრთხოების კედელი, firewall, ქვია ამას ინგლისურად, რაღაცა უსაფრთხოების შრე აღმასრულებელ მთავრობასთან ურთიერთობის დროს, ზოგადად მთავრობასთან ურთიერთობის დროს. ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ თქვათ მთავრობის თუნდაც სახელმწიფო მდივანს ან რა ვიცი თავდაცვის მდივანს, ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს არ ქონდა იმის უფლება, რომ ამერიკის ხმის რედაქტორისთვის, ვინმესთვის ან თვითონ ორგანიზაციისთვის ეთქვა, რომ აი დღეს ვაკეთებთ ამას და მოდი და გააშუქი ახლა ეს აი ამ გადმოსახედიდან. ანუ დირექტივების მიცემის უფლება არ ქონდა.
აი პირველად როცა დაიწყო რეფორმირება თუ როცა იყო მცდელობა რეფორმის გატარების, მაშინ გამოიკვეთა ის, რომ აი ამ დაცვის მექანიზმის მოხსნა სურდა სწორედ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დანიშნულ ამ ადამიანს და ამას მოყვა ძალიან დიდი უკმაყოფილება. უკმაყოფილების გამო მაშინ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხუთივე ორგანიზაციის მმართველი პირველი პირები და ცოტა ხნის შემდეგ მერე იყო ახალი არჩევნები და არჩევნებში გაიმარჯვა ჯო ბაიდენმა, რომელმაც შეატრიალა უკანეს ბატონი მაიკ პეკი იყო ასეთი ადამიანი. მაიკ პეკი გაუშვეს სამსახურიდან, ის ვინც მაიკ პეკმა გაათავისუფლა სამსახურიდან დააბრუნეს უკან და ამერიკის ხმა რადიო თავისუფლება და ეს უწყებები დაუბრუნდნენ იმ ჩვეულ იმას რიტმს და სამუშაო სტილს, როგორც ჰქონდათ მანამდე. ახლა რაც შეეხება თვითონ ტრამპის მიმართ კრიტიკულ მას დაფარვას, ვთქვათ, საინფორმაციო სივრცეში. ძალიან ტრამპი ზოგადად არის საკმაოდ მკაცრად განწყობილი ესეთი დიდხნიანი მედიების მიმართ, ასე რომ ვთქვათ, ან იმ მედიების მიმართ, რომლებიც არ არიან, ვთქვათ, ძალიან კონსერვატიული მიმართულების მქონე საკუთარ სარედაქციო პოლიტიკაში. მართალი გითხრათ, ამერიკის ხმასთან დაკავშირებით მე ძალიან მიკვირს ეს და არ ვეთანხმები იმას, რომ რამენაირად ამერიკის ხმა მიკერძოებული იყო, ვთქვათ, ერთი პარტიის ან მეორე პარტიის მიმართ. ორი სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ის, რასაც და ალბათ ისიც უნდა უთხრათ მაყურებელს, რომ ამერიკის ხმა მაუწყებლობს 43 ენაზე, 40-ზე მეტ ენაზე ყოველდღიურად და ამერიკის ხმას ასევე აქვს არა მაუწყებლობა, არამედ ვებგვერდი, რომელიც არის ინგლისურ ენაზე. ის, რაზეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და ელონ მასკი საუბრობენ, არის სწორედ ის ინგლისური ვებგვერდი თუ ინგლისური დაფარვა იმ საინფორმაციო მოვლენების თუ ნიუსების, რაც მათი აზრით იყო, ვთქვათ, მიკერძოებული. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სწორედ ინგლისურ ამერიკის ხმაზე აქვს პრეზიდენტ ტრამპს ესეთი გაკეთებული ეს განცხადებები და კიდე მეორე საკითხი, რის გამოც ასევე ვფიქრობ, რომ გაზვიადებულია ეს შეფასება, რომ მიკერძოებული იყო ამერიკის ხმა ჯო ბაიდენის მიმართ, ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ შეერთებულ შტატებში ამერიკის ხმას მაუწყებლობა ეკრძალება. ანუ ეს კანონით არის აკრძალული. შეერთებულ შტატებში მოსახლეობას ამაზე წვდომა არ აქვს, როგორც ასეთი, თუ თვითონ არ სცადა, რომ შევიდეს და ვებსაიტზე რაღაცა ნახოს. გამომდინარე იქიდან, რომ სამიზნე აუდიტორია ამერიკის ხმის არ არის არანაირად ამერიკელი ამომრჩეველი თვითონ. შესაბამისად, ის, რასაც ამბობს ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომ ამერიკის ხმა ცდილობდა არჩევნების დროს რაღაცა ჯო ბაიდენის მიმართ უფრო მეტად მეგობრული ყოფილიყო ვიდრე ტრამპის მიმართ, არ ვიცი რამდენად შეესაბამება ესეთ რეალურ სიტუაციას, გამომდინარე იქიდან კიდევ ერთხელ, რომ ამერიკის ხმას ესეთი სამიზნე აუდიტორია შეერთებულ შტატებში შესაბამისად ამერიკელ ამომრჩეველზე არ აქვს. ამერიკის ხმის და ამ ზოგადად სააგენტოს დედა ორგანიზაციის, როგორც შენ უწოდებ, დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო პირველი და არ იყო ერთადერთი. მას წინ USAID-თან დაკავშირებული არაერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება და მათ შორის შემდგომ სასამართლოს მიერ მიღებული შეჩერების გადაწყვეტილებები ახლდა და არაერთი მსგავსი ერთი შეხედვით ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვის მოტივით გაკეთებული გადაწყვეტილება, თუმცა შემდგომად განმარტებებში მოსმენილი ქვეტექსტები ჩანდა ამ ყველაფერში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა. თუ კი ტრამპი, რომელიც არის პრეზიდენტი და ერთ-ერთი ინსტიტუციის ხელმძღვანელია, იმიტომ რომ სახელისუფლებო ინსტიტუციები სხვადასხვა გვაქვს, ხო? და ჩვენ საზოგადოების დიდ ნაწილს ამერიკას სწორედ ინსტიტუციურ დემოკრატიას წარმოგვიდგენია ქვეყანად, რომელიც იმართება დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ და არა ცალკეული პერსონების სურვილების მიხედვით. შეიცვალა თუ არა ეს გაგება,
მსგავსი ტრამპის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ფონზე შეიძლება მაგალითად მოგვიყვანოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეაჩერეს ან უკანონოდ სცნეს ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ჩვენ ვნახეთ იგივე ერთგვარი ბოროტმოქმედებად წოდებული ადამიანების გადასხმა ვერტმფრენით, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულს დაეწია. როდესაც ვხედავთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე აღსრულებულს მოსდევს უკან, ან როდესაც ვხედავთ, რომ პრეზიდენტი დიდად არის სწრაფვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაელოდოს და სხვა ინსტიტუციები, იგივე კონგრესის ხედვა, იმიტომ რომ ეს დაფინანსებები დიდწილად სწორედ კონგრესისგან არის, ხომ, დამტკიცებული, გაითვალისწინოს. როგორი ინსტიტუციური მოწყობა გვაქვს ამ წუთისთვის? ამ გადაწყვეტილებების ფონზე და როგორია საკუთრივ ამერიკის საზოგადოების აღქმა. ეს ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი შეკითხვა. უნდა გვახსოვდეს ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა სულ რაღაც 2 სრულითვეა და ეს იმდენად სწრაფად მიმდინარეობს მოვლენები, რომ გონია რომ უფრო დიდი დრო გავიდა. პრეზიდენტ ტრამპს სურს რაც შეიძლება სწრაფად აჩვენოს შედეგი და მის ამომრჩევლს დაანახოს ის, რომ ის მანდატი, რაც მან მიიღო არჩევნების შემდეგ, მან ეს მანდატს ასრულებს და როგორც წესი შეერთებულ შტატებში პირველი 100 დღე პრეზიდენტობის განისაზღვრება როგორც მიმართულების მიმცემის შემდგომი დანარჩენი მისთვის ვადისთვის თუ დარჩენილი 3 წელიწად ნახევრისთვის. აი ამ ეს ჩემი ვარაუდია, ასე ჩამოყალიბებულად არავის გამომისმენია ეს, მაგრამ ვარაუდი მაქვს იმისა, რომ აი პირველი 100 დღის განმავლობაში მაქსიმალურად გაასწოროს პრეზიდენტმა ტრამპმა ის მიმართულება, საიდანაც უნდა წასვლა და შემდეგ უკვე დაიწყოს უშუალოდ კანონმოქმედებით ეცადოს რაღაცების აღსრულება. კონგრესი და სასამართლო საკმაოდ ნელამომუშავე უწყებები არიან, ნელამომუშავე ორგანოები არიან. სასამართლოსგან უკვე დავიწყეთ რაღაცა სახის ზოგჯერ შეწინააღმდეგება, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო ამართლებს აღმასრულებელს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს და ამტკიცებს მათ, არის შემთხვევები, როცა ის ეწინააღმდეგება. მაგალითად, ახლა USAID-ის თუ ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს დავა, როდესაც ორმა მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება, რომ ორგანიზაცია დახურულიყო. ეს კიდევ რამდენიმე ფედერალური სააგენტოა, რომელსაც ეს ეხება. ანუ სისტემა დაიწყო ნელა მუშაობა და უნდა დავალოდოთ და ვნახოთ იმას, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სასამართლო ამ ზოგიერთი გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო რაღაცა პროცესი დაიწყო ახლა რომელიც მოყვა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უნდა მოხდეს იმპიჩმენტი ზოგიერთი მოსამართლისა, რომელიც მის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ეს განცხადება გააკეთა თუ არა პრეზიდენტმა ტრამპმა, სულ რამდენიმე საათში გამოვიდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს მის მიერ გაკეთებული განცხადება, იმდენად ჩამოშორებულია, თქვათ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას უზენაესი სასამართლო, ძალიან იშვიათად აკეთებს განცხადებებს და მით უმეტეს სასამართლოს თავმჯდომარე, თქვათ სასამართლოს განცხადება შესაძლოა რომ ნახოთ, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარე უკიდურესად იშვიათად აკეთებს განცხადებებს და ახლა გამოაქვეყნა მან განცხადება, სადაც თქვა, რომ მოსამართლეების გადარჩევა თუ იმპიჩმენტი არ არის ის გზა, რომლითაც ამერიკა 200 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. მან არ გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი ამ განცხადებით, არც ახსენა საერთოდ პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა მიანიშნა იმაზე, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც სასამართლო და მოსამართლე ფასდება. და საუბარი იყო ფედერალურ მოსამართლეზე, რომელიც დანიშნულია უვადოდ ამ თანამდებობას და გარდა თქვათ რაღაც დანაშაულის ჩადენისა უკიდურესად მაღალია სტანდარტი იმისთვის, რომ მოსამართლეს იმპიჩმენტი ჩაუტარდეს, აი ამ შემთხვევების გარდა უბრალოდ უფლება არ აქვს არავის, რომ მოსამართლე გადააყენოს. ეს არის სასამართლოში რაც მიმდინარეობს. ახლა კონგრესში რაც ხდება,
ჯერჯერობით მართალი გითხრათ გარდა საბიუჯეტო კანონპროექტისა კონგრესში აქტიურად არ განიხილება ან არ მტკიცდება არაფერი, რაც საკმაოდ უცნაურია შეერთებული შტატების შემთხვევაში და ის ყველა გადაწყვეტილება რაც აქამდე ვნახეთ ძალიან დიდი რაოდენობა ამ გადაწყვეტილებებისა არის პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით და არა კანონით რეგულირებული. ანუ ის რა USAID უნდა დაიხუროს თუ არ დაიხუროს, ამა ეს თქვა თეთრმა სახლმა რომ უნდა დაიხუროს, მაგრამ მას არ აქვს კანონის ძალა, რადგან კონგრესს არ მიუღია კანონი ამ ორგანიზაციის გასაუქმებლად. ეს რას ნიშნავს? თუ პრეზიდენტ სურს რომ ამას ეს რა თქმა უნდა შეიძლება გაგრძელდეს 4 წლის განმავლობაში აღმასრულებელ ბრძანებაზე დაფუძნებით აღსრულება ამ გადაწყვეტილების, მაგრამ თუ პრეზიდენტ ტრამპს უნდა რომ ეს გრძელვადიანი იყოს და მის ვადას გასცდეს ეს დახურვა ორგანიზაციის იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილება რასაც იღებს, მაშინ ამას უნდა მიეცეს კანონის ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა შევიდეს კონგრესში დასამუშავებლად. ინსტიტუციების მხრივ ვიტყვი იმას, რომ არანაირი საფუძველი ჯერ არ არსებობს იმისა, რომ რაიმე ფორმით ამერიკული დემოკრატია შეირყა ან რაღაცა შიშები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ ამერიკაში დემოკრატია აღარ არის. პირიქით, რაც დრო გადის, უფრო მეტად დავინახავთ ალბათ იმას, როგორ არის ეს ქვეყანა მოწყობილი, რომ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ხშირად გვესმის ეს შეკითხვები განსაკუთრებით საქართველოში და ქართული რეალობა ტრამპის გატარებულ ცვლილებებს კიდევ ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამს, განიცდის, ინტერპრეტირებას უკეთებს და გამოყენებულია განსაკუთრებით ქართული ოცნების პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილში ძალიან აქტიურად. შესაბამისად, რადგან პროპაგანდას და ზოგადად საზოგადოების განწყობაზე გადავდივართ, ამით მინდა დავამთავროთ. როგორი არის ამერიკის მოქალაქეების განწყობა ტრამპის პოლიტიკის მიმართ და ძალიან საინტერესოა აქვე მასკი, რომელიც უცებ მოგვევლინა ძალიან დიდი კომპეტენციების და ლეგიტიმაციის მქონე პირად, რომელსაც უამრავი თავისი ბიზნესი აქვს და ინტერესთა კონფლიქტის საკითხზეც ძალიან ხშირად ისმის პროფესიულ წრეებში მსჯელობა. როგორ ხედავს ამ ყველაფერს ამერიკის საზოგადოება? პრეზიდენტ ტრამპს აქვს მყარად პოზიტიური შეფასებები, ყველა გამოკითხვა აჩვენებს იმას, რომ მისი რეიტინგები უცვლელად პოზიტიურია, ხალხი დადებითად აფასებს მის საქმიანობას და არის მიმართულებები, სადაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ზოგიერთ თემაში, მაგალითად საზღვართან დაკავშირებით, საზღვრის გამყარებასთან დაკავშირებით. აქ არ ვსაუბრობ დეპორტაციებზე და უშუალოდ აღსრულებაზე ამ პოლიტიკის, მაგრამ იმაზე, რომ შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარი უნდა იყოს დაცული საზღვარი და რომ იქიდან განსაკუთრებით ნარკოტიკების ფენტანილის შემოდინება არ უნდა ხდებოდეს, ამაში მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. შესაბამისად, მის მიმართ ესეთი გამოკითხვებით უცვლელია და საკმაოდ პოპულარულია პრეზიდენტი ტრამპი. არის რაღაცა მიმართულებები, სადაც მისი პოლიტიკიდან განსხვავებული შეხედულებები აქვს ადამიანებს, რომლებიც მას უჭერენ მხარს. აი მაგალითად, საინტერესო ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ქარბორბალასავით ვითარდება მოვლენები და ვერც კი ვეწევით ხშირად იმდენად სწრაფად კეთდება განცხადებები და გადაწყვეტილებები. უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან ერთის მხრივ ტრამპი ტოვებდა იმ შთაბეჭდილებას, რომ მას მხოლოდ ომის დამთავრება უნდა და უკრაინა როგორც ასეთი რაღაცა სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ გამოვიდეს ამ ომიდან, მისთვის ეს რაღაცა დიდი პრიორიტეტი არ იყო თითქოს.
მაგრამ ახლა სხვანაირად ჩანს საქმე, ახლა პირიქით ვხედავთ იმას, რომ უკრაინას პირდება იმას, რომ მიაწოდებს საჰაერო თავდაცვას, გააგრძელებს დახმარებას და ასე შემდეგ. მაგრამ რესპუბლიკელების დიდი უმრავლესობა, დაახლოებით 47% ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს. ძალიან ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ პირდაპირ რეაგირებს ტრამპი გამოკითხვებზე და რეიტინგებზე. უნდა მაინც დაველოდოთ და ვნახოთ, ექნება თუ არა მიიღებს თუ არა ეს დასტურად რეიტინგებს მიიღებს თუ არა ტრამპი იმის დასტურად, რომ სწორი მიმართულებით მიდის უკრაინასთან დაკავშირებით. ტრამპის პოლიტიკა ძალიან დიდ წილად მონაწილეობდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. მას შემდგომ, რაც ამერიკის არჩევნებით უკვე ტრამპმა გაიმარჯვა ქართული ოცნების მხრიდან, ძალიან ხშირად გვესმოდა, რომ deep state-ი განადგურდება და ტრამპი ახლა deep state-ს გაუმკლავდება და ასე შემდეგ. ძალიან მოკლედ, რა ტიპის პოლიტიკას და რატომ უნდა ველოდოთ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მოვლენებთან დაკავშირებით? არ სპეკულაცია იქნება ახლა ნებისმიერი მოლოდინზე, ნებისმიერი საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ ხსენებით ერთხელ ახსენა ტრამპმა და ისეთ კონტექსტში, რომ ისეთ 2008 წლის ომის კონტექსტში, ან მიმდინარე მოვლენებზე არას ადმინისტრაციას არ გაუკეთებია არანაირი განცხადება და არ ვიცით. ერთი საქართველოსთან დაკავშირებით ჩემთვის იყო ესეთი მენიშნა, რომ შესაძლოა საქართველოსაც თუ საქართველოს კონტექსტში იყოს საინტერესო, იყო საუბარი სამხრეთ აფრიკისთვის, სამხრეთ აფრიკის ელჩი დაითხოვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა თეთრმა სახლმა და სამხრეთ აფრიკას დაუწესდა რაღაცა სანქციები. როდესაც კითხეს თეთრი სახლის წარმომადგენელს, რომ რატომ მოხდა ეს ყველაფერიო, ზე დამატებითი დეტალების გარეშე მან თქვა ის, რომ იმის გამო, რომ ჩინეთთან და რუსეთთან ძალიან ახლოვდებოდა სამხრეთ აფრიკა და შეერთებული შტატების მიმართ ჰქონდა მტრული დამოკიდებულება. აი ეს იყო განმარტება იმისა, რაც მოხდა სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებით. საქართველოზე რა თქმა უნდა ესეთი არ არის ის განცდა, რომ რამენაირად თეთრი სახლი არ ფიქრობს იმას, რომ მაინც და მაინც მტრულად არის განწყობილი საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების მიმართ, იმიტომ რომ ამაზე ხელჩასაჭირი არაფერი არ თქმულა და არ ვიცით საბოლოო ჯამში რას ფიქრობენ, მაგრამ ზოგადად ეს თეთრი სახლის მიმართულება, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან ახლოს არიან, პირდაპირ არ არიან თანხმედრაში შეერთებულ შტატებთან. ერთი რა ვიცი, ალბათ ეს არის კონტექსტი გასათვალისწინებელი, სხვა ყოველდღე რაღაცნაირი მოლოდინი მაქვს იმის, რომ რა ვიცი, შეიძლება ან ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა თეთრ სახლში, ან სახელმწიფო დეპარტამენტში, ან რაღაცა ფორმით განცხადება გაკეთდეს საქართველოზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი და უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. ეს ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფრაზაა ახლა ამ ბოლო პერიოდში, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. დაველოდოთ და ვნახოთ. რომ ვნახავთ, მე ისევ დაგიკავშირდებით.